წელი 28 მარტი ცოტა უცნაური გაზაფხულია დედამიწაზე ცოტა უცნაური ამბები ხდება მსოფლიოში მაგრამ ამ პატარა მრგვალ პლანეტაზე არსებობს ერთი პატარა ქვეყანა ყველა გაგებით პატარა თუმცა ამ ყველა გაგებით პატარა ქვეყანას ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს ამ დიდ პლუსს ნატურობს მსოფლიოს გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ქვეყნების უმრავლესობა. ამ ერთ პატარა ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი სატრაბახო რაღაცები. თუმცა ამ პატარა ქვეყანას მისი დაარსების და შექმნის დღიდან ბევრი ებრძვის. ბევრი. ეს ისეთი სიტყვა, რომელიც ორზე მეც განსაზღვრავს. თუმცა ეს 200 თუ 200 ეს თქვენთვის მომიდია ძვირფასო ტელემოგურებულო. ეს ქვეყანა დედამიწაზე დღეს განსაკუთრებით ასეთი სტატუსით შეიძლება შევამბოთ. ჯოჯოხეთში არსებული პატარა სამოთხე. დიახ, ის რაც დედამიწაზე დღეს ტრიალებს, ის რაც დედამიწაზე დღეს ხდება, სხვა არაფერია თუ არა ის რაც ყველაზე მეტად არ უნდა ალბათ ღირსეულ ადამიანს. და სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ამ პატარა პლანეტაზე ქვეყანა სახელად საქართველო. და ამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ღირსეულ წარსულს. მერე ჩვენ აქ აწყოში ცხოვრები ხალხი ამ ღირსეული წარსულით ვსწავლობთ რაღაცებს, იმიტომ რომ ჩვენს მომავალს გადავცეთ ის რაც ყველაზე ღირებული გვაქვს. ცოტა გავფილტროთ, ცოტა გავასალაშინოთ, მაგრამ ყველა ვარიანტში გადავცეთ საუკეთესო. მთიანი ანგელოზები არ ჩვენ ვართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გვაქვს ყველაზე დიდი ღირსება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ასია. და ამ ღირსებას იცით რა ქვია? ის რაც ჩვენს გერბზე წერია. ძალა ერთობაშიო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ ერთობის ძალა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვლინდება ხოლმე. ან დიდი ტრაგედიების, ან დიდი სიხარულის და გამარჯვებების დროს. აი ასეთი ერი ვართ ქართველები. ღმერთი რომ მიწებს არიგებდა და ანაწილებდა ქართველებმა რომ დააგვიანეს ეს ამბავი გეწოდინებათ. ხო და ქართველები როცა მივიდნენ დაგვიანებული ღმერთმა უთხრა სად იყავით თქვენ კაი ხალხო ყველაფერი დავარიგე და დავანაწილე ამ დედამიწაზე და ქართველებმა უთხრეს უფალო ჩვენ ვისხედით და წითელი ღვინით თქვენ სადღეგრძელოს სვავდით ისი არ გვინდოდა თქვენამდე მოსვლა ხო და უფალს გაეღიმა თურმე და კარგით ერთი პატარა ნაჭერი მაქვს შენახული ჩემთვის და ღირხარ თქვენ და იმას გადმოგცემთო და ასე გადასცა ქართველებს საქართველო. დედამიწის პატარა სამოთხე. ხო და აი ამ პატარა სამოთხიდან ის ნარჩევი საზოგადოება სხედა სისაქს, რომელსაც ჩვენ დღეს ძალიან გვინდა რომ მოვეფეროთ. რომელსაც ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა. დღეს საქართველოს მამაკაცთა აკადემიური დაჯილდოების პრემია ოქროს არწივის რიგით მეოთხე ცერემონია იმართება. და თქვენთან ერთად ძვირფასო ტელემაყურებლობო, ძვირფასო ემიგრანტებო, განსაკუთრებით თქვენ მინდა მოგეფეროთ, იმიტომ რომ თქვენი და ყველასი ერთად მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, მე ამას სცენაზე ვიტყვი, ეს ხალხი შეიკრიბა, ხო და
მოდით ამ ხალხს გავმარჯვოთ. გამარჯობა თქვენი ქართველობა მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ადამიანობისთვის, რაც თქვენ ყველაზე პირველი დამახასიათებელი თვისება გაქვთ. არც ერთ შემთხვევაში ამ ცერემონიას არ ქვია წარმატებული მამაკაცები, წარმატებული ადამიანები, წარმატებული და ასე შემდეგ. სიტყვა წარმატებული აქ ყველაზე პირობითია, იმიტომ რომ ჩვენი განსაზღვრების სკალა ერთ სიტყვაზე გადის. ამ სიტყვას ქვია ადამიანი. ადამიანის განმარტება კი ყველას თქვენი გაქვთ და ალბათ საკუთარ გულში რომ ჩავიხედოთ, მივხვდებით, რატომ სხეთხართ აქ ადამიანები. თორემ ყველა თქვენ სფეროში, რა თქმა უნდა, მეტაკლებად წარმატებულები ბრძანდებით, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი თქვენი ადამიანობის მაღალი ხარისხი აღმოჩნდა. მადლობა თქვენ ასეთი მაღალი ადამიანობის და ტაში აი 19 ადამიანს, რომელიც დღეს დაჯილდოვდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ დღევანდელი და ზოგადად ცერემონია 2014 წელს მეგას დაჯილდოების ერთ-ერთ ღონისძიებაზე როცა ვიდექ, ბატონ თემურ ციკლაური დავაჯილდოვეთ, აღარ მახსოვს რომელიღაც ნომინაციაში. თემოს გადავეცი, პატარა ოქროს არწივი ვახოც იქ იყო გამიდასტურებს. ისე მოეწონა თემოს ეს პატარა სკულპტურა ოქროს არწივის, რომ ოხ რა კარგი იქნებოდა, ჩემს გარდა სხვებსაც რო ხდებოდეთ ესო, ფოტოც არის დაფიქსირებული და მაშინ ვთქვი პირველად, რატომაც არა თემო, მოდი გავაკეთოთ ღირსეული ქართველი მამაკაცების შეკრება. მაშინ არ გქონდა ესე განსაზღვრული დაჯილდოების ცერემონია. მოდი მოვიფიქროთ რაღაცა, სადაც მოვეფერებით ჩვენს ღირსეულ ქართველ მამაკაცებს. სადაც იქნებიან სპორტის, ხელოვნების, კულტურის, მედიცინის, განათლების, მეცნიერების, სამხედრო, სამედიცინო, ყველა სფეროდან იქნებიან ადამიანები და სამწუხაროდ თემო რომ გარდაიცვალა, მხოლოდ ამის მერე მოვინდომე და მოვახერხე იმის გაკეთება, რასაც ამ ადამიანების სიყვარულის საჯარო გამოხატვა გვქვია. დღევანდელი ღონისძიება, რა თქმა უნდა, თემურ ციკლაურს ეძღვნება და მასთან ერთად დღეს არ შეიძლება რომ არ ითქვას სულ რაღაც ერთი თორცები კვირის წინ უკვე ალბათ ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. მე ის 5 დღე იქ ვიყავი, ის 5 დღე მე ვნახე ის, რაზეც წეღარ ვისაუბრე. იმას, რასაც ქვია სიტყვა ერთობა. და მინდა რომ ეს ერთობა ასე გაგრძელდეს ბოლომდე. იმ ადამიანმა შეძლო ის, რასაც ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ აკეთებს. ამას ქვია ერთობა. ხო და წუთიერი დუმილით მინდა დღეს ოქროს არწივის დაჯილდოების ცერემონიაზე პატივს მიაგებს უწმინდესის სონას. მადლობა. ყველა თავის ბრძოლას აწარმოებს, სადაც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა. ეს იქნება სცენა, ვიცი, მოედანი, ტატამი, ჩარხი, რეანიმაციის გაყოფილება, პალატა, ვიცი, ყველა საბრძოლო მოედანი, მაგრამ ყველა თავისი წილი ბრძოლით გამოირჩევა იმ ომში, რომელსაც ქვია ერთიანი საქართველოსთვის ომი. მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა ჩემი იმ ადამიანებს, რომლებსაც აი ამ დროშის ქვეშ უბრძოლიათ. ეს არის ის სამფეროვანი დროშა, რომელთან ერთადაც ის ბიჭები დაიხოცნენ, რომლებსაც მე გარდაცვლილებად მოვიხსენებ ყოველთვის და მინდა კიდევ ერთხელ ვერ მაიცით აი ეს დროშა. და ვინც არ იცით იმათ გეტყვით, რომ ეს არის ჩემი დროშა, რომელიც 1988 წელს შევაკერინე რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე, ჩემი მშობლები ესწრებიან და დამიდასტურებენ და აი ეს დროშა მქონდა მე აფხაზეთის ომში, გუმისტის ფრონტზე. მაშინ მე ვიყავი 17 წლის, მოგესალმებით, აფხაზეთელი მანიშა. ეს კი ტრის ნასროლის ტყვიებია, რომელიც ამ დროშამ შემოინახა და აი ასე ცოტა შევახულ მდგომარეობაში, მაგრამ ამ დროშის შინაარსი არასოდეს არ შეილახება და ამ დროშას ვინახავ მთელი ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ეს არის ის, რომლის ფრთებქვეშ იბრძოდა ჩემი რუსთავის ბატალიონი
და რომლის მთებს ქვეშ იბრძოდნენ აი ეს ბიჭები, რომლებიც ახლა აქ შედა. მოგესალმებით, ჩემო აფხაზეთელო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩემს გვერდით ხართ და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ვიდეო, რომელსაც ახლა მე გავუშვებ, გეცნობათ თქვენ, ჩემ თავსაც უძღვნი ძალიან თამამად და ამაყად ამ ვიდეოს და ბატონ ლევან თუ შეიძლება აი ეს პატარა ვიდეო გავუშვათ. Sevise gelanebat Abxazeti Romeris xmam zvele burat iჭekos Rom gviqvardes upromedad ertmaneti Abxazetshi naomaro biჭevo Vardes supromedad ertmaneti Abxazetshi naomaro biჭevo Ise gelanebat Abxazeti Zeutkavenot soxumshiat saramzeo საქართველო არასოდეს დამთავრდები მერათიცავს ქართველების სამზეო საქართველო არასოდეს დამთავრდები მერათიცავს ქართველების სამზეო Სიმართლისთვის ნაომარ საქართველო შევხვდებით აფხაზეთში. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემო ძმებო და მეგობრებო. დონი ბატონო, თქვენის თამადობით ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩვენს თანამებრძოლს და ყველა იმ ბიჭებს, რომლებიც ერთად ვიდექით და რამდენი კიდე აირჩევა. მე ხალხს სპეციალურად გიყურებდით და ზოგს სევდანარები ღიმილი, ზოგს ცრემლი და ზოგს სიამაყე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით, ჩვენ დაუბრუნდებით. რომ ერთს გეტყვით, ეს ისე მალე მოხდება, ვერცე თქვენთაგანს როგორ წარმოგიდგენიათ. სრულად მოულოდნელად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, იტყვით, საიდან იცოდი ჩუბინძეს ყველაფერი. ეს ასე იქნება, ეს სიტყვა მალე არ არის პირობითი სიტყვა. ეს არის ძალიან კონკრეტული ამ შემთხვევაში. თქვენ ყველა ვინც აქ შეხართ ამ ყველაფერს,
მოესწრებით პირობას გაძლევთ. როგორ და რანაირად თუკინა დავნიზნავდეთ რომელი იკისრებთ ერთ კაი რესტორანს სათითაოდ ჩამოვიაროთ ყველამ ერთად სოხუმის რესტორნები და იქ გავაგრძელოთ ჩვენი შეხვედრები. ბატონო ჯუმბე, ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ ყველაზე კარგად იცით რას ნიშნავს ომი ჩემი ბიჭებთან ერთად. ბატონი ჯუმბე რიზორია, ჩემი მეგობარი, ოქროს არწივოსანი და დიდი მადლობა ესეთი მოულოდნელი საჩუქრისთვის დღეს რომ შეძენით და ჩამოხვედით. მადლობა იმისთვის კიდევ ერთხელ რომ რითაც შეგვეძლო ჩვენი მიარაღით ვაწარმოებით ბრძოლას. ეს ის ხალხია რა იარაღიც მათ ყველაზე კარგად გამოსდით. ეს იქნება სიმღერა, სცენა თუ რა ვიცი, ყველაფერი დანარჩენი თუ ბურთის გორება, ასე ვთქვათ. რა ვიცი, ბატონო გედა მე თქვენ ისტორიასაც გავიხსენებ ამ აფხაზეთის ბიჭებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველას თქვენი ასე ვთქვათ აფხაზეთი გაქვთ წილად. ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ის 19 ადამიანი, რომლებიც წელს 2026 წლის 28 მარტს იქნებიან ოქროს არწივის პრემიის მფლობელები. ბატონი გია ხურჯანაძე, მოგესალმებით ბატონო გია. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონი ალეკო მახარულიშვილი, ბატონო ალეკო, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონი ნიკოლოზ სულუკიძე, ადექი ნიკოლოზ ფერსე, ადექი მოხარ შენ მოგწვიკაცი, შენ მოგეუბნები. ბატონი სულოფიდო სულობერტე, რომლის შთამომავლები ესწრებიან აქ თვითონ ფიზიკურად გასაგები წესების გამო არ არის. ბატონი ლეო ანთაძე, ბატონო ლეო. შენ მოგეუბნებით, დიდი მადლობა მომზადებისთვის. ბატონი გელა კეტაშვილი, ბატონო გელა მადლობა მომზადებისთვის. ბატონი ზურაბ ხეიძე, ისეთი თვალით უნდა შეაფასოს დღევანდელი ღონისძიება სულ და გაატაროს. ბატონი ნუგზარ ხურაშვილი, რომელიც ასევე მოგესალმება მოგვიანებით. ჩემი უჩა. ბატონი თემურ ღვთელაშვილი, ბატონო თემურ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბატონი დავით გობეჯიშვილი, თაკაცო, სათხარ ვერ ხედავ, შემოგეუბნები. დიდი მადლობა მომზადებისთვის. ბატონი თენგიზ სულაქველიძე. მადლობა ბატონო თენგიზ. რა თქვენ დაგელას ბურთისთვის ფეხი დაგერხავთ იმდენი ძალამე. ბატონი პაულე ნოზაძე, ბატონო ვალიკო. უღმესი მადლობა. ბატონი მამუკა მესრიშვილი, ბატონო მამუკა. თქვენ წარგადგენთ როგორც განათლების ერთ-ერთ საუკეთესო მსახურს აქ. ბატონი დავით გეგელაშვილი, ბატონო დათო. ჩემი პატივისცემა, ჯერ აქედან, რა თქმა უნდა. ბატონი რობერტ ჯუმბაძე, ბატონო რობერტ. დიდი მადლობა ჩამომზადებისთვის და ჩვენი დაფასებისთვის. აქ წარგადგენთ უკვე სხვანაირად. ბატონი გივი ლობჟანიძე, ბატონო გივი. მადლობა მომზადებისთვის და დამსახურებებისთვის. ბატონი ივლიანე ნაჭყებია, საცადო, ბატონი ივლიანე, ძალიან დიდი მადლობა ჩამომზადებისთვის და მსახურებისთვის ამ ქვეყნის. ბატონო ვაჟა, სათხარ, დურლიშვილი. ვიცი რომ არ შეგიძლია, მაგრამ კარათ უნდა იდგე ფეხზე. მადლობა ბატონ გოგა პიპინაშვილს. ბატონო გოგა. თქვენ შემოგელვით, ჩემი დიდი პატივისცემა. ბატონი მეორე წელზე წავედით, მე კი არ მეზარება კაცო. ხოდა მეორე წელზე. მე ისე მომდის, მე თუ ავკრიფე, აქ ისეთი ხალხია, მეორე კი არა, მთელი ცხოვრება შემიძლია თქვენ სახელს და გვარებს ვეფერო. მადლობა, ჩემო ღირსეულო ადამიანებო. ეს იყო ის 19 ადამიანი, რომელიც წელს დიდი პატივისცემით დაიმსახურებს საქართველოს მოსახლეობის რჩეულთა ხვებს. ბატონ გიას სიჭინავას უნდა გადავუხადოთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის, აუცილებლად. ქალბატონ ნათია მეთოდიშვილს, რომელიც ჩვენს გუნდშია და შენ ნათია ძალიან კარგად იცის, რომ აღარ ვთვლით უკულწრე ჩვენი გუნდის წევრი ხარ და ამ ხალხის მსახური ხარ, ხალხის, რომელიც იქით ემსახურება კიდევ მთელ საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა შენ ჩვენი გუნდში ყოფნისთვის. ბატონი ბესო ღვინაშვილი, ბატონო ბესო, სხვათა შორის რას მერჩოდი გუშინ ისეთი ღვინო გამალევინე და ისეთი რამე გამიკეთე, მე დღეს როგორ ვიდგებოდი სცენაზე, არც კი ვიცოდი და ძვირფასო დელეგატებო.
დელეგატებო რაშუაში იყო ეს საკუთრებას ხოლმე თომას მგონიათ. ჯუბასო პრემიის მფლობელობა. აი ეს ვინ არის სპეციალურად თქვენთვის ჩამოსმული სულ მხოლოდ რაღაც მინიმალური ნაწილი, რომელიც აუცილებლად შეხვდება სათითაოდ ყველას და მადლობასო თქვენ ამისთვის მადლობა რომ ამდენი წელია სპეციალურად ოქროს არწივის სახელობის ღვინოს მიართმევთ ხოლმე ბატონებს, რომლებიც მე გუშინ დავაგემოვნე და რას მერჩოდი რა გინდოდა. მადლობა ბატონობესო, ასევე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ჩვენი გუნდის ძალიან ღირსეულ წელს, არ ვიცი ვერ ხედავ დარბაზში ბატონო ალექსანდრე ჯანიაშვილი, თუ ხარ დარბაზში. ჩემო ფერზე რატო გახარ, კაცო ჯარისკაცი რო ხარ, ეგ იმ ადგილი ვერ ნახე? შენი ადგილი ყველგან არის ჩვენთან და ძალიან ხომ მიპოვე შენი ადგილი. ალეკო ძალიან დიდი მადლობა ხუმრობა იქით იყოს შენს მეუღლესთან ერთად ჩემი პატივისცემა ძალიან მიყვარხარ და მადლობა ჩვენი გუნდის გვერდში დგომისთვის, რასაც უყურებთ ყველაფერი ალეკოს გაკეთებულია ნებისმიერი ვიდეოგრაფია, რასაც აქ დაინახავთ და უმადური კაცი უნდა ვიყო, რომ არ გადაუხადო თბილისის მერიას მადლობა, რომლის თაოსნობითაც ჩვენ დღეს აი ამ დარბაზში მოვხდით, დარბაზში, რომელსაც ქვია თბილისი მერიოტი და სადაც უკვე მეოთხე რიგით დაჯილდოების ცერემონია იმართება. მადლობა ამ ხალხს ყველას ერთად. მადლობთ. ჩვენი პირველი ოქროს არწივოსანი. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბატონი ვაჟა დურგლიშვილი. ბატონი ვაჟა დურგლიშვილი. ბატონი ვაჟა დურგლიშვილი მიუხედავად ყველაფრისა, მან დღეს შეძლო და თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელსაც აღარ ვიტყვი რა თქმა უნდა რა დამსახურებებია. ბატონო ვაჟა, მე რომ ჩავყვე ახლა იქ ფურცელზე ამობეჭდით თქვენ დამსახურებებს, ხვალდილამდე ვერ მოვჩემთ ცერემონიას, ამიტომ უბრალოდ მადლობას გადაგიხდით იმ სახურებისთვის, რასაც თქვენ აწარმოებთ თქვენი ქვეყნის მიმართ. თქვენი სამადლობელი სიტყვას თქვით და მე აი ეს ულამაზესი საჩუქრები მინდა ჩაგაბაროთ. დღეს ჩემს მართლაც ვერ ვაპირებდი, იმიტომ რომ ძალიან ვერ ვარ ისე ფორმაში და რა დავაშავებდი რომ კარგია რომ მოვედი, იმიტომ რომ ეს ზღვა ხალხი ვნახეს, ყველაზე საყვარელი ხალხი. საერთოდ არ უნდა გავიხედო ყველა დიდებული ადამიანი. შემოგიყვეთ. და ეს რაც თქვენ დიდი საქმე დიდ საქმეს ემსახურებით, უბრალოდ მე იცით რა მახარებს კიდე რომ ბატონმა თემო იმღერა ჩემი სიმღერა ლექსო ამოგთქო მოხერო და ძალიან დიდებულათაც იმღერა სხვას რო იმღერა ასეთი პოპულარული ალბათ არ გახდებოდა, ვერ გახდებოდა. ამიტომ მე მადლობას წირავ მის სულს რომ ეს სიმღერა დამიტოვა და დაუტოვა ხალხს, ქვეყანას, ისტორიას დიახ და მადლობა თქვენ რომ გაგახსენდით. როდის დაგვავიწყდი რომ? ბატონი ვაჟა დურგლიშვილი და ეს ვერცხლი ჯვარი თქვენ ბატონო ვაჟა და ეს საჩუქრების თქვენია ყველაფერი. აი ასეთი მედალიონები დაუნიგდება ყველა ოქროს არწივოსანს, რომელსაც ჩვენ დიდი მადლობის ნიშნად დავამზადეთ და გადმოგეცემათ თქმა უნდა მოფერებით. ჩაიბარეთ ბატონო ვაჟა თქვენი კუთვნილი ჯილდო. რა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, უღელავ განვიცდი სულ სახში ვზივარ წერ სიმღერებს, მაგრამ ეს საზეიმო განწყობა რომ მეც მომანიჭეთ, მადლობას გიხდით, სხვა ხალხია საყვარელი და მინდა რომ გისურვოთ წარმატებული გზები ქონებოდეთ ამ საქმეშიც და სხვა ბედნიერ საქმეებშიც. მადლობა დაფასებისათვის, დიდად მადლობთ. ალბათ დააფიქსირებით როგორ ვეფერები ყველა მეომარ ადამიანს. როგორი გულით მინდა რომ ისინი იმაზე მეტად დაფასებულნი იყვნენ ვიდრე არიან და არავის გეგონოთ რომ მეომრობა ადვილია. მე მეომრებს გულისხმობ, ვინცაც თქვა იარაღთან აქვს შეხება, ვისაც სამართლის დაცვასთან აქვს შეხება, ძალოვან სტრუქტურებთან ვისაც აქვს შეხება და ვინც უბრალოდ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ოღონდ ცოტა უფრო რთულად.
ეს ცოტა უფრო რთულად ნიშნავს იმას, რასაც თქვათ იარაღი ქვია და რასაც მეტი პასუხისმგებლობა ქვია ადამიანების მიმართ. 100-მდე სამეცნიერო სტატიის და პუბლიცისტიკის ავტორია ეს ადამიანი. დაჯილდოებულია შინაგან სამინისტროს სპეციალური წარჩინების მედლით. ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს ბრძანდება. ჩემი ქუთაისელი ნათია, შენ შემოგევლე, ვერ გინახეთ, დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის. ყველა ქუთაისელს გულით და სულით მოგესალმებით. მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამადარის წოდება. ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია. წერათა შემოქმედებითი პრემია და რატო ძალოვან ადამიანს რატო აქვს ეს ყველაფერი, ეს მეორე საკითხია კიდე. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო. ჩვენ გვაქვს ერთი სპეციალური, რითაც დავიწყე იმით. მეომრებისთვის და იმ ღირსების მატარებელი ადამიანისთვის, ვისაც იარაღი ეჭირა ხელში და ალექსანდრე დამეთანხმება, ჩვენ ყოველ წელს ასეც გამოვარჩევთ ხოლმე მეომარ ადამიანებს და ჩვენს თანამებრძოლებს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩემი ალექსანდრე 2008 წლის ომის მონაწილეა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო ალექსანდრე, შენ და ჩვენ ბიჭებს იმისთვის, რომ და რასაც დღესაც აკეთებ, კიდე აგრძელებ მეოთხე ბრიგადაში იმ საქმისთვის, რა. გამორჩეული ჯილდო გვაქვს ერთი, რომელსაც ოქროს არწივის ღირსების სპეციალური медали ქვია ძალოვანი ადამიანების ასეთი მიმართულებით. ხო და ასე გადაწყდა. ჩავთვალეთ, რომ წელს ამ 19 კაცი და სადაც სპორტსმენები, ხელოვანები და ასე შემდეგ არიან და განათლების სისტემიდან ეს ადამიანი იმსახურებდა სწორედაც რომ ამ ჯილდოს. ბატონ გივი ლობჟანაძეს მინდა ვთხოვ. ბატონ გივი ლობჟანაძე. ბატონო გივი, ვთხოვთ, მოგბრძანეთ. სენასთან და თქვენი წილი ბრძოლა, რომელსაც მთელი ცხოვრება აწარმოებთ, რომელსაც მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეობთ. სადაც არ უნდა იყოთ, ეს იქნება, არ ვიცი, კიევი, ვაშინგტონი, ბრიუსელი, არ ვიცი, სენატი, ჭყოროწყუ თუ ხაშური, ყველგან ერთი და იგივე მისია გაქვთ. ეს არის მშვიდობა. იმიტომ რომ ბრძოლას აწარმოებს ის საკუთარი ქვეყნისთვის, ვისაც უნდა საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობა. მე მადლობას გიხდით იმ დავლილი წლებისთვის და მადლობას გიხდით კიდე იმისთვის, რაც წინ გავა გასავლელი აი ამ ხალხის საპატივცემულოდ. იმიტომ რომ ჩვენ და თქვენნაირები უნარჩუნებთ ამ ხალხს მშვიდობას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაშენებთ და თქვენ ხართ, ვინც აქამდე მოგვიტანა ეს ხალხი. მადლობა ამ კლავისთვის, მადლობა ამ გოლისთვის და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ბიჭებთან ერთად მთელი ცხოვრება ემსახურებით იმ საქმეს, რასაც ჩვენი სიმშვიდე ქვია. და ეს სპეციალური ოქროს არწივის ღირსების მედალიონი, რომელიც აი ამ სტატუსით გადაეცემა ხოლმე, რაც ახლა თქვი, თქვენთვის მომენტია. და ჩაიბარეთ და გაუფრთხილდით. რა თქმა უნდა, ორი სიტყვის გარეშე ვერ გადიშვით. მივესალმები ამ არაჩვეულებრივ აუდიტორიას, მივესალმები იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი ცხოვრების პრინციპებით, წესებით და მოღვაწეობით გამორჩეული არიან და შემთხვევით არაფერი არ ხდება. მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, ბუნებრივია, რაღაც ჯილდოები, რაღაც პრიზები მიმიღია, მაგრამ მე ამდენი და ასეთი განცდა არასოდეს მქონია. იმიტომ რომ ჩვენთან ერთად უბრალოდ იმ ადამიანების გვერდით ჯილდოვდები, ვიზედაც მთელი ცხოვრება ადამიანებმა სწორება უნდა გააკეთოს. მადლობა თქვენ, ჩემო კარგებო, დღევანდელ დაჯილდოებებს, ყველას მოგესალმებით და მადლობა თქვენ ბატონო ბესო. კიდევ ერთხელ თქვენ ბატონო გივი, მადლობა და აქ ავრჩევდებით, ვაგრძელებთ ბრძოლასაც, ომსაც და მსახურებასაც იმ ქვეყნისას, რომელი ქვეყნის შვილების ჩვენ ყველა ერთად ვართ. ვერ ვმალავ ემოციას და კმაყოფილებას დღევანდელი დღისათვის. არაჩვეულებრივი დღეა და ხაზს გაუსვამ იმას, რომ ვისთან ერთად ჯილდოვდები, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვის მიერ. ასე რომ ორივე განზომილებით დღეს ძალიან ბედნიერი დღე მაქვს და უღმესი მადლობა მინდა ბატონ ბესოს, ყველა იმ ადამიანს, თქვენს, ვინც ამ დიდ ღონისძიებას ორგანიზაცია გაუკეთეთ და დღეს ადამიანები გააბედნიერეთ და მათ შორის მეც. ახლაც განგიმარტავთ, რომ მთელ საქართველოში ჩემი პროფესიის ადამიანი, პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ, არ არსებობს ჩვენი პლანეტის კი არა და უბრალოდ ჩვენი საქართველოს ტერიტორიაზე ღონისძიება, სადაც ჩვენ არ დავდიოდეთ და ჩვენი ჟურნალისტები და ჩვენი გუნდი, რომელსაც მე გაგაცნობთ მოგვიანებით, რა თქმა უნდა და
ყველგან სვავთ კითხვებს, ყველგან კითხულობთ, ვინ შეიძლება ამ ღირსების მატარებელი, ვის შეიძლება მოვეფეროთ, ვის, არა მათი წარმატებულობის, არამედ მათი ადამიანობის და ღვაწლის გამო. და ამ სიაში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი რომ მოხდებოდა, ეს ჩემთვის დიდად გასაკვირი სიმართლე რომ გითხრათ არ ყოფილა. 1922 წელს დაიბადა ეს კაცი. დღემდე ჯანმრთელი, დღემდე ღირსეულად ფეხზე მდგომი, დღემდე სცენაზე მდგომი, დღემდე თავისი რუდუნებით მოღვაწე ადამიანი. და არ ვიცი, მარჯანიშვილის თეატრში თუ ოდესმე რამე გაიელვებს, ყველაზე მეტად ამ კაცის სახელ და გაიელვებს ისტორიულად, სახელ და გვარი. უამრავი კინოროლის, უამრავი თეატრალური სპექტაკლის მონაწილე, ის თბილისის საპატიო მოქალაქეც არის, რა თქმა უნდა, სახალხო არტისტის პრემიითაც არის დაჯილდოებული, დამსახურებული არტისტის ჯილდო კი ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა არ ვიცი, ვის გახსოვთ 1951 წელს, კი არა და 61 წელს ვინ იყო SKKKP ცენტრალური კომიტეტის დივანი. ვახტ თქვენ შემოგევლეთ ბატონო პაპერო გახსოვთ? ყველაფერი ახალგაზრდა იყო. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა და ბატონმა ლეო ანთაძემ გააკეთა ეს ყველაფერი, რომელიც ჩვენი ოქროს აწიოსანია. ბატონო ლეო, მოგზანდით თუ შეიძლება ჩემთან. დიდი პატივისცემა, ჩემი თქვენ გთხოვთ. თქვენ შემოგევლეთ ვაჟკაცურ ხელის ჩამორთმევაში. ბატონი ლეო ანთაძე. რაც უღლუდი ხას, არ მოძებნე ეს ფონი, სად? ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა. მადლობა ყველა იმ სცენის მტვერისთვის, რაც კი დაგიხენებიათ თქვენ იქ. აი იმ მოედანზე, სადაც მე ბრძოლას აწარმოებდით, ჩემო ბატონო ლეო. მადლობა იმისთვის, რა სახეებით შექმნით. მადლობა იმისთვის, რომ წარმატებული მამაკაცი კი არ გძანდებით, გძანდებით ღირსეული ადამიანი. ეს ჩვენი პრიორიტეტია და რომ გადახედეთ თქვენ პირველი ესთვით. მადლობა უბრალოდ ყველაფრისთვის და თქვენთვის დამითმია მიკროფონი. Შევთვის ძალიან დიდი პატივია ეს ახლა. მართლა ისეთი ადამიანები ვნახე, რომელიც ნამდვილად იმსახურებენ ამ ჯილდოს. დიდი ბედნიერება მომანიჭა მე ჩემმა პროფესიამ. ბევრი სიხარული. ძალიან მიყვარს ეს პროფესია. მოგედოვლებ თვალს ახლა ჩემ წარსულ დღეებს, ჩემ ახალგაზრდობას. რამდენჯერ ყოფილი ვარ ბედნიერი და სიხარული მინახია ჩემი ამ პროფესიაში მუშაობის გამო. სამწუხაროდ უკვე ხანში შევედი და ახსენდება ჩემი ახალგაზრდობა და ამიტომ მე მინდა ერთი პატარა ლექსი მიუძღვა ამ ჩემ სიტყვას. მე შემოგევლით, როგორ განვლილ ყრმობას ვერ დავიწყებ თორე გზას კი თავიდან ბილიქს მოდევ ლიახვის და მტკვარის შესართავიდან ზემსიები მომაფინა ძალა გამისიარა გზად ნიავი მომეწია ჩემს ფეხ და ფეხი არა ქართლო შენი სილამაზის შემღურეს ფრენა მინდა სიარული სულ სირბილით მომივლია ირგვლივ რაც კი მთებია ად ღიღილო მიკრეფია მარჭყიმე გროვებია დღესა გზაზე ისევ დავა კვლავ გავივლი გაისად და სიბერის ჟამსაც მიწევს შენი ნახვა მაისა განვლილ ყრმობას ვერ დავიწყებ თორემ გზას კი თავიდან ბილიქს მოდევ ლიახვის და მტკვარის შესართავით. ეს ლეო ანთაძეა. ბატონო ლეო, მართლა დიდი მადლობა. ჩვენი არა, იმ ადამიანების სახელით, ვის თქვენ გეფერებთ. ეს მთელი საქართველო. ეს თქვენი კუთვნილი ჯილდოებია. ეს ვერცხლის მედალის ჩაიბარეთ. თქვენი კუთვნილია და ბავშვები მადლობა. ლეო ანთაძე, გავაცნოთ აპლოდისმენტებით სცენიდან დარბაზში ამჯერად. Сейчас კიდე
იგები მე. ამიტომი გვერდში ბატონო, შენთან ერთად ხო წაიყვანით დღევანდელ საღამოს. არა, შემოგეუბნები. მადლობა თქვენ ჩაგაცნო. ოპა, ვერ გადახდა თუ რა? მადლობა ყველა სპექტაკლისთვის. მადლობა ყველა გაეროებისთვის. რაც კი აქამდე გქონია ჩემო კარგო ადამიანო. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის დღევანდელი დღე. აქ შევხვდით ჩემს მეგობრებს, ბევრს ვიცნობდი. ბევრი სახელი გამიგია და ვამაყობ რომ ესეთი ქართველები ყავს საქართველოში. დიდად ბედნიერი ვარ მე. რომ ეს პატივი მერგო, ეს ჯილდო, რომელიც მივიღე. ამდენად ვიმსახურებ ახლა ხალხმა განსაჯოს და ვისურვებდი რომ აი ეს ხალხი რომელმაც ვერ მიიღო ეს ჯილდო ხვალდაზე იმათაც მიიღოს. ბევრი ქართველი გამოჩენილი იყოს ღირსეული და ესახელებინოს თავისი ქვეყანა. აი მას უსურვებდი მან ყველას. დღეს ამ ადამიანს აი ამ ჯილდოებთან ერთად რასაც ახლა ვკითხულობ პლანეტის რომელიმე წერტილი არსებობს, სადაც არ ყოფილი ხარ და ახლა ვერ ამოვიკითხე ისეთი ადგილი, სადაც ერთი გრენლანდია არ წერია აქტორ დანარჩენ, მე მგონი ყველგან არის ეს კაცი ნამყოფი და თავის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ყველგან აქვს წაკითხული ყველაფერი ლექციებთან დაწყებული. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელია მის საყვარელ მეუღლესთან ერთად გალბატონ ირმა მესხიშვილთან ერთად და ის დიდი საქმე, რასაც ისინი ახლა აკეთებენ და უძღვებიან ქართულ-ამერიკული სკოლის სახელით მოიაზრება და მე მქონდა ბედნიერება სხვათა შორის რამდენჯერმე ყოფილიყავი ამ სკოლაში სხვადასხვა მისიით როგორც ჟურნალისტი, თუმცა ამასინად მომიწია როგორც წიგნის ავტორს შეხვედრა მომიწეს ბავშვებმა და აქ ესწრება დარბაზში ჩვენი ულამაზესი ქალბატონი სოფო სათხა აი ხედავ აქედან სოფო თედიაშვილი რომელმაც იკისრა მაშინ ეს მოვალო და მადლობა შენი თაობასთან შეხვედრისთვის რაც მე ამ ღირსეულ სკოლაში დამიორგანიზე, იმიტომ რომ ეს იყო თაობა, რომელსაც გამაგიჟა, აი არ ვიცი. ვინმე თქვას, რომ ჩვენ ცუდი ახალგაზრდობა გვერდს რას ლაპარაკობ ხალხო რა? ხალხი მოდის როგორი ბიჭები და გოგონები, ცი? განატვინი დახეთქილები არა. წინ რო გაატარებენ, უფრო სკარს რომ გაუღებენ, სკამზე რო დააჯენენ. ისეთი კი არა, მე ბილეთი მაგ და მე უნდა ვიჯდეო. ამით კი არ იზრდებიან, იმით იზრდებიან, თუ მოხუცია ბილეთი რომ არა, მაინც რომ უნდა დააჯენ და სწორედ ასეთი ხალხია აი ამ სკოლაში და ბევრი რამისთვის გადაცნა რომ ეს ასე ყოფილიყო. ბატონ მამუკა მესხიშვილს მინდა თხოვო სცენაზე. ბატონი მამუკა მესხიშვილი, კაცი რომელიც ემსახურება იმ თაობას, ბატონო მამუკა, რომელსაც მე საქართველოს მომავალს უწოდებ. საქართველოს მომავალს, რომელმაც აი ამ წარსულით უნდა იმეცადინოს. აზრხოში, რათა მე ზოგადად შეექმნას ღირსებაზე სწორი წარმოდგენა, განათლებაზე სწორი წარმოდგენა. არ ვიცი, იქნებ არასწორი აქცენტი გავაკეთე მე და ყველა განათლებული მართლა ღირსეული ადამიანი. მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ცოტა ხისტი ჟურნალისტის სტატუსი მაქვს, ჩემო ბატონო მამუკა და შეიძლება ამიტომ არ უყვარდე ბევრს, მაგრამ რა ვთქვა, სიმართლე ვიღაცამ ხოლმე ახლავს და ამიტომ ხშირად მიწევს ხოლმე ამის, მაგრამ თქვენ ამ ბავშვებთან ურთიერთობა ყოველდღიურად გიწევთ თქვენს უმაგრეს გუნდთან ერთად. და ამისთვის ეკუთვნით სულ ეს ჯილდო. თუმცა სანამ გადმოგცემთ მიკროფონი თქვენ უნდა დაგითხოვთ. დიდი მადლობა ბატონებისო დასაქმნელობისთვის. დიდი მადლობა ჩემთვის ატოყანებელი ხალხის ხილისთვის. ჩვენ სოფლებას ალბათ ჩვენ სკოლას ნებილადად. ჩვენი სკოლა დაარსების დღიდან ნაკუთი არის. რომელი წელი იყო ბატონო? 2003. 2003 და ნაკუთი რა თქმა დაგუცა. აი ეს რა დაგუცა. მე ხლა ძალიან სუხარ რომ აქ არ მოვიდანეთ ის ვიდეო სპარტაკი ლოცავ ჩვენ სკოლას და ვიდეო მიგონი უძინეს რომ ამერიკიდან უნდა აიღოთ ის რაც არის კარგი და ჩვენი პასუხობები ყოველწლიურად ატაროთ ცხოვრებაში აი ესენ ლოცავს პირდაპირ და ბუნებრივია მთელი ჩვენი გზა და მთელი ჩვენი სკოლის მოწვევაც ამ მიმართულებით მიდის ჩვენ აი მე ძალიან მინდა გადავხოთ მადლობა აქ არიან ჩემი სკოლის წარმომადგენლები ჩვენი სტაფი აქ არის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ხალხო. დიდი შრომისთვის მართლა მადლობა ყველა ბავშვებს ეკუთვნით. ჩემი მეუღლე ქალბატონ ირმა რომელიც ჩემთან არის დაარსების დღიდან სკოლის აგვენახეთ ქალბატონები საბჭოთებთ. მოგესალმებით. ამჟამად თბილისში 4 ფილიალი გვაქვს და
საერთო ჯამში 2300 მოსწავლეზე მეტი ხავს ყველაზე. ეს მთელი არმია ჩემ ბატონო მამუკა. ყველაზე მეტი საქართველოში და ჩვენ საუბრობ არა გვაქვს კიდევ იმოდი რომ და ძალიან უგალო ბუნებრივი ახლა დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ერთი მინდა თქვა შევხვდებით აფხაზეთში ეს ჩემთვის აუცილებლად ეს ჩვენი ძალიან დიდი გამოწვევა იყო და თუ იმას ვნაწყობ მატერიალზე ძალიან ბევრი გამარჯვება თვითონ ხანაში კონფერენციებს ვიღებთ აი ეს ნაკლავა ბუნებრივია ყველა პატრიოტ ქართველს და მეტოქნატოს აბსოლუტურად დიდი მადლობა ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება ყველას ერთად და მოდი პირობა დავდოთ პირველ გაკვეთილს აფხაზეთის ნომერ პირველი საშუალო სკოლა ეკეშბას ქუჩაზე მარცხენა მხარეს თუ არ ვცდებ და იქ ჩაატარებ საერთო დარბაზში. შევთავაზეთ დაკახეთ. всё. აფხაზეთში სოხუმის ნომერ პირველი საშუალო სკოლის საერთო დარბაზში ვატარებ პირველ გაკვეთილს ჩემო ბატონო მამუკა. ჩაიწერა ათმაკამერო. ეს ბატონი ბავშვებიდან ვერცლი ჯვარი თქვენთან ესე ჩვენი ჯილდოები თქვენგან. ძალიან გახარებული ვართ რომ გავხდით ამ საბატიო ჯილდოს კავალერი და კიდევ გაათმაგებული ენერგიით იმუშავებთ და ვიღვაწებთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა. ახლა ხო ის ადამიანი რომელიც ფიზიკურად დღეს დილით გავიგე რომ თავისი ასე ვთქვათ ფიზიკური მის გამო ვერ მოვიდა მაგრამ ჩვენ გამოგვიგზავნა დესპანი ეს დესპანი მისი შვილიშვილები არიან მე გუშინ მესაუბრე ამ ადამიანს ეს კაცი რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა ადამიანი რომელმაც შექმნა ხელოვნების ის მიმართულება რომელსაც სატრაბახოთ ვიღენებთ ხოლმე ჩვენ ყველა ერთად ვიც ემსახურება ამ საქმეს და აქ ხედა ამ საქმის მსახურები ბატონო ალეკო ქართველიშვილს მივესალმები ქალბატონ თანუნა მელიქიშვილს ეგ ადამიანახე გოგიტიძე აქ იყოს ეგ აგერხარ ჩემოეკა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელები არიან ეს ადამიანები ნონა უნდა ყოფილიყო ფულაძე ჩემი კიდევ აქ და უამრავი ქორეოგრაფი თუ იმ მესწრებით აქ ხა ვერ ხედავთ დარბაზიდან ეს კაცი თქვენთვისაც ღირსეული ადამიანია და თქვენ ჩემზე კარგად იცით მისი დამსახურებები უბრალოდ დილით ვესაუბრე და გასაგები ფიზიკური მიზეზების გამო ის ვერ გესწრება თუმცა დესპანი გამოგვიგზავნა თქო ფრიდონ სულაბერიძე მინდა დავაჯილდოთ ოქროს არწივის პრემიით და მისი მონაგარი მინდა მოვიწვიო სცენაზე მეოთხე თაობის პატარა ქალბატონი და მესამე თაობის გვაუცლების ზუსტად ახიცი მოდი პატარა გეროს გამარჯობა ეკვა თუ იცის რა ვკითხე ახლა ხო მეც რა შემოგევლე ჩემო პატარანის შენ რა ჯილდოებსაც გადმოცემენ ახლა შენ რომ წახვალ მცხეთაში შენი ხელით უნდა გადასცე ბაბუას აი ტელეფონი კი წაგართვა მამიკო მაგრამ ამ ტელეფონით მოკიდებ გადაიღებ სელფ ვიდეოს და მე გამომიგზავნე შენ გახდით ჩემი ნომერი ამას მოფიქრება ხო უნდა კაში და უკარის ჩემი ნომერია 8947-66-22. დაიმასორე? ვერა. კი არ მოგატყუებს, ვერა, მართალი გითხრა. 599 რა. ეს რა მოაცხადებითო? ლევან, ვარ გეთქვა ახლა ნაგრად არ მახსოვდა. არა უშავს, ჩაგაწერინებ და ამ ვიდეოს გამომიგზავნე, მე შენ გავალებ ამით. შევთანხმდით? მოდი ხელზე გაკოცო, მადლობა უნდა გადაგიხას. ასეთ კოცნიან პრინცესებს ჩვენ და საქართველოში. შენ ამდენი წლის ხარ? 8 წლის პატარა პრინცესა, ენაცვალ. აპლოდისმენტები და ორი სიტყვა ფრიდონის სახელით. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა და ჩემთვისაც, ნისასვისაც და მთელი ოჯახისთვისაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ჩვენი ბაბუის სახელით ეს ჯილდო მივიღოთ. სამწუხაროდ, როგორც ახსენეთ, ფიზიკურმა მდგომარეობამ არ მისცა ფრიდონს, რომ დღეს აქ ყოფილიყო თქვენთან ერთად და გაეზიარებინა ეს ჯილდო, თუმცა მისგან გადმოწვა დიდი მადლობა თქვენ მისი შრომის დაფასებისათვის და ოქროს არწივის ჯილდოს მიღებისათვის.
მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ფიდოს და პატარა ქალბატონო, შემინდა გაერთიანებული საქართველოს საეს ბატალიონი გადმოგცე. ბატონმა მაქსმა გაჩუქა შედაი ნახე გაბურძმული ბიძია როზის ხედავ, გადაბიძია ბაბუა. ხო მაქს, შეხედე აი იმ ბაბუამ სანტა-კლაუს როგავს იმან გამოგიგზავნა პერსონალურად შედეს ვერცხლის მერქად. გაერთიანებული საქართველოს, სადაც ჩვენ უნდა იცხოვრო. გაიგე? ძალიანაც კარგი. ხო და ბაბუას საუკეთესო საჩუქრები. ფრიდომ სულობერიძე და მისი მონაგარი. სამწუხაროდ დღეს ფრიდომ სულობერიძემ ვერ შეძლო მოსვლა, თუმცა დღეს მისი სახელით ვართ მე და ნისა წარმოდგენილები. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და სიამაყით მივიღეთ დღევანდელი ოქროს არწივი და დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ბაბუა ჩვენის ღვაწლი და საქმიანობა დააფასა. ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქე. ბაღდათის საპატიო მოქალაქე. არის აკაკი ხოროვას სახელობის პრემიის მფლობელი. თბილისის საპატიო მოქალაქე თავისთავად. არის ასევე ოთარ მეღვინე თუხუცესის სახელობის პრემიის მფლობელი. ზურა ანჯაფარიძის სახელობის პრემიის მფლობელია. კიდე და არის უამრავი ჯილდოს და პრემიის მფლობელი. უამრავი თეატრალური როლი აქვს შესრულებული. კინო როლებზე აღარ საუბრობ და ჩამონათვალს რო უყურებ ხა არ ვიცი რომელი ერთი გავიხსენო თითქმის ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს და თითქმის ფილმებზე აღარ საუბრობ უკვე რომ ყველა მაქვს ნანახი 1961 წელს დაიბადა ეს კაცი 3 მაისს და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მას იმიტომ რომ შეძლო და მოვიდა მე მინდა დიდი პატივისცემით დიდი კმაყოფილებით არ ვიცი ყველანაირი დადებითი ემოციებით თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით მას არ აკლია ეს აპლოდისმენტები იმ ბრძოლის ველზე სადაც ის თავის წინ ომს აწარმოებს ეს სცენა და ეს გია ბურჯანაძე გია ბურჯანაძე დამსახურებებისთვის, რაც თქვენ აი ამ სიაში გაქვთ და ზოგადად ადამიანობის პირველი მწვერვალია. მადლობა თუნდაც ჩემი ხმაძლ კაცობისთვის, მადლობა იმ სპექტაკლებისთვის, მადლობა იმ როლებისთვის, რომელიც თქვენში იყო და ამიტომაც თამაშობდით ღირსეულად. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი თაობის ღირსეული ბიჭები გავიზარდეთ იმის სფეროში. ეს ყველაზე დიდი დამსახურებაა. და ბატონ ლევან არავის გეგონოთ ხალხო რომ ჩვენ 90-იანელები ან მართლა მკვლელები ან მართლა ბოდიში ამ სიტყვაზე და ბესპრეცედენტები ან მართლა ქურდები ან მართლა ცუდი ბიჭები და ცუდი ადამიანები ყავდა არა უბრალოდ ისინი ჩანდნენ იმ ფონზე რაც ხდებოდა მაშინ 90-იანებში ძალიან ბევრი კარგი ბიჭები იყვნენ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით 90-იანებში ძალიან ბევრი ქუჩის ბიჭები იყვნენ ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. ქუჩის ბიჭობა არ ნიშნავდა არც პარვას და არც არაფერს. 90-იანებში ჩვენ ამ ხალხისგან ვსწავლობდით, როგორ უნდა სცე პატივი ქალბატონს. ამისთან ადამიანებისგან ვსწავლობდით მოქცევის წესებს. იმას რომ თუ ჩხუბი გვიწევდა და ქალბატონთან ერთად იყო ჩვენი მოწინააღმდეგე, არასოდეს ზედმეტ სიტყვას არ ვეთყოდით ჩვენს მომპარეკრეს. ასეთი ვართ ნამდვილი 90-იანები და არავის გეგონოთ რომ ისეთი როგორსაც დღეს მოიხსენებენ. მე ჩემი 90-იანების სახელით მადლობას გიხდით, იმიტომ რომ თქვენს როლებზე, თქვენს კაცობაზე და თქვენს მიერ შექმნილ აი ამ დიდ ისტორიაზე გაიზარდა ის თაობა, რომელსაც ღირსეული 90-იანელების თაობა ქვია. ბატონი გია ბურჯანაძეა ეს და სიტყვა თქვენი. დიდი მადლობა მას. დიდი მადლობა რომ აი ამის კარგად მოიფიქრეთ ეს ყველაფერი და რომ თავში უდგახარ ამ საქმეს თემური აღარ აქვს, მაგრამ შენ აგრძელებ და ერთის წყალობით დიდხანს გაგრძელდება ეს თუ არა და მე
100 წლის მერე ვარ შენ ვახარ იქნები გაგზელდეს ეს კარგი წამოწყება. დიდი მადლობა მინდა კიდევ თქვა რისთვის შემოგარგებო რომ პირველ რიგში დიდი მადლობა რითაც დაიწყე შენ რომ იმ ვაჟკაცებს რომლებიც აგბრძანდებიან ჩვენზე უფრო მაგარი ვაჟკაცები ვეყვნენ მე ვერ წავედი ომში და ჩვენ მოსახვედრით თქვენ მოიხვედრეთ. დიდი მადლობა თქვენ დიდ ვაჟკაცებს და დიდი მადლობა იქ ვარიან ჩემი ძმაკაცების დიდი ვაჟკაცები რომლებსაც ჩამოსვლა აღარ ერთად ეკინა და დაასვენენ ჩვენს უძველეს ქართულ მიწაში. დიდი მადლობა იმისთვის, აი აქვით ბრძანდებით ყველას გილოცავთ, ვინც ამ ჯილდოს პრობლემები გახდების დღეს, ვინც ადრე იყო ეს. და ვინც მომავალში იქნება, დიდი მადლობა აქ ყოფ ადამიანებს, აი ყველაზე უფროსიდან ჩემ ლეუშადან დავიწყეთ 92 წელიწადი, ლეოამაზე ნაცვლად შემითავე ხო. ყველას დიდი მადლობა ჩემი ძმაკაცები, ჩემი თაობის ხალხი ბრძანდებით და ჩემი ძმაკაცები გაიხარეთ. დიდი მადლობა თქვენი მოღვაწეობისათვის. ყველას ფეროში ბატონოსურა თქვენ მაინც მიყვარხარ ძალიან, იმიტომ რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ. და ყველა მიყვარხარ ჩემო კარგი. და დიდი მადლობა თემურს თავისი ცხოვრებისათვის, თავის დიდი შემოქმედებისათვის. აი ახლა ეს სიმღერა რაც დასაწყისში იყო ჩემობესო. გეტყვით ახლა როგორ იყო 2006 წელი იყო თვალსები ან 7 ხო პატრიარქმა დაგვიბარა მოდით რომ საქმე მაქვს თქვენთან და მე ჯემალი ბაღაშვილი, სოსი ბაღაშვილი გია და თემური ახლეთ. და ესეთი რამ გითხრა ზამთარი იყო. ეთქო გიორგობა რომ მოდის 6 მაისს. იგება რამე გააკეთო თუ ქართულ ენაზე რომ გიორგობას მეუწყდა თუ ეგაოდა. დავსხედით მე და ჯემალმა დავწერით სცენარი თემურმა. რამდენიმე კომპოზიტორმა მაშინ აი ამ საღამოსთვის შექმნა, აი ეს სიმღერაც აი იქ იყო, იმიტომ აი ეს ხორი უკან იყო და ოპერის რა ქვია თეატრში შეძლეს 6 მაისს, ეს იყო სასაული რაღაცა. თემური მღეროდა ამ რომელი წელი იყო გეობატონო? ან 2006 ან 2007. მონაწილეობდით რამდენიმე ადამიანი. მე ვკითხულობდი საქართველოს ისტორიებს, წაგებული მქონდა ჩემი უძველესი ქართული აი ძველი წიგნები, ხაუხჩიშვილის ქართლის ცხოვრება და სხვა. აი იქიდან პანტომიმის თეატრი იყო, მუსეუმი და იმათმა გააცოცხლეს აი ჯალალედინის შემოსვლა ეს 1926 წლის საშინელი ამბავი და თემურ ჩალაბაშვილი ასგარდაცვილი ჩემი მეგობარი ნათლი მამა ჩემი ხო? რა ქვიან თემურ კითხულობდა თავის ლექსებს და თემურის ლექსებზე კიდე რაც სიმღერები იყო და თემური მღეროდა. ხალხი მეორე დღეს უშევდით მე და თემურ ციკლაური სისხლს ჩაქცევები ქონდა თუ ეხლა ჯერ ცოცხლად ღეროდა თემური არ იყო იმის კაცი რომ თემური შეურაცხყოფა იყო რო გეთქვათ. პროგრამაზე ღერო გულის გაუსწრებოდა. დიდი პროფესიონალი იყო და აი ყველაზე მეტად საქართველოში ესოს დამოკაშვილის სიტყვის ხმებულისას გავიხსენე საქართველოში დღეს ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი. პროფესიონალი ყავი შემოსახეს და მაშინ პატრიოტი ხარ. არ უნდა ზედმეტი სიტყვები და რაღაც. მართალი იყო ზიარეს ამაში. და თემური იყო ეგეთი დიდი პროფესიონალი და ვიждები აი ეს ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს ასრულებენ სასწაულად. თემურის ეს დაწვირთვა ეს ცოცხლად იმღერა მთელი ეს ახლობთ 2 საათი 2 საათი და 10 წუთი. და ჩამერე სისავე ეს იყო გიორგობასთან დაკავშირებით პატრიარქის დავალებით გაკეთდა ეს ყველაფერი და პატრიარქი რა თქმა უნდა მესწრებოდა და დღეს ეს ჩვენი დიდი მამა აღარ აქვს აი ესეთი კვირა გლოვაში ვართ უფრო მეტი 10 დღეა გლოვაში ვართ მთელი საქართველოს და არა მარტო ქართველები დიდი მადლობა იმ ხალხს რომლებმაც აი მუსულმანურმა თემა ისეთი სასწაული გააკეთა მართლა კავკასიური არის ესა რომ დავიერთი დიდი დღესასწაული ნოვრუზ ბაირამის გააუქმეს ეს ისინი დიდი მადლობა მათ კიდევ ამისთვის. კი, რა შემსახურებს ეს მართლა. დიდი მადლობა თემოს რომ გაგვერთიანა დღეს და აი ვინც ავართ კადე მომავალში კიდევ ვინც იქნება აი ამ ოქროსი თემოს სახელით იქნება ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ყველას ვინც აგზანდებით გაიხარეთ ჩემო ზირფას გაიხარეთ. მადლობა ბატონი გია ფუჯანაძიეს, მაგრამ ერთი წამით უნდა დაგაყონოთ ბატონო გია. Clar ასე ვერ გაგიშვით თქვენ და თემუზიკაურის მეგობრობის ამავე ხა ჩემთან არ ესწავლება ხალხს და არც ვთქვათ ჩვენი და თემურის ურთიერთობა, მაგრამ თემურის ერთი მეგობარი უნდა ვიხმო ახლა სცენაზე წერა უკვე გამოვაცხადა ეს ადამიანი დავასწრებ, რომელსაც
ჩვენი პარტნიორი ოქროს არწივის თქვი მეწეღარ სანტა კლაუს ოძახი ხოლმე რა ხო და ერთი ძვირფასი საჩუქარი აქვს თქვენთვის ბატონი მაგშავითი მინდა მოგზადეს სცენაზე ჩვენი მხატვარ დიზაინერი ისრაელიდან ოსკარ შიქლერის აკადემიის რექტორი მეგას და ოქროს არწივოსანია სხვადასხვის ერთ-ერთი პირველი თვალწები 2004 წლის წინ მოდი ასე ვიტყვი და უწმინდესის ილია მეორის ბრძანებით ართოში მის საპატივცემლო ღონისძიებები იყო გამართული აი ეს კოლექცია რომელიც დღეს თქვენი მხრიდან გადაეცემა ჩვენს პრემიის მფლობელებს როგორც ვითხარი იმ დროს არის ნაკურთხი და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა რომ შემოინახე ბატონო მაქს ეს ყველაფერი სხვადასხვის უნდა გითხრათ რომ არწივი რომელიც ეგან ახსენა ბესო ართოში გადავეცე იმ არწივით დაიწყო ყველაფერი და ის ჩემი ბავშვი 2014 წელი ბატონო და ამანდრომლად უნდა ვთქვა ესეთ ბესო რომ ის იყო პირველი არწივი და ბოლო არწივი თემურის რაც გავაკეთე დღეს მუზეუმშია ბატონო გეგამაჩის მადლობა იმისათვის რომ დაგვაფასა და თემურ ტიკლაურის კუთხე გვაქვს ჩვენ ქართულ ებრაული მეგობრობის მუზეუმში და არის დიდი არწივი შენახული ბატონო ჩემი საგანმანათლებლო იბრძვის არ არის ჯეროვანია შეფასება რატომ იბრძვა როგორ ის მაგრამ მე მას უსურვებ თქვენი ნებართვით გამარჯვებას აქ დემოკრიტელაშვილია ჩემი ერის და ჩემი სამეგობროს დიდი ადამიანი თემო გამარჯვება ჩვენ ქვეყანას გამარჯვება მშვიდობას ბატონო გია თეთრი ბაირაღის მე სულ არაფერი გეთამაში საკმარისი იხლებოდა და ისტორიაში ყოფილი კავე ეს სპეციალური ოქროს არწივი ბატონ გია ბურჯანაძეს ძალიან დიდი მადლობა და ბატონო მაქს ამასობაში ჩვენი პატარა სიურპრიზი პერსონალურად თქვენ ჩვენი საუკეთესო პარტნიორის ტიტულით მინდა დაგაჭირდოთ იმის დამსახურებით რაც 2014 წელს დავიწყეთ ჩვენ და მოვედით დღეს გია ბურჯანაძემდე ნაცენ შეგოს თემოდა შეკი ჩემო ბესო დიდხან სიცოცხლე ეს მე კაცო ეს შენი იყო მე მოვიდა თქვენ გაძლევდათ ბატონო გია ამას რა მაგარია მეცნებო ხალხო ნახეთ რა ძალიან დიდი მადლობა მაქს დიდხან სიცოცხლე ბატონო ძალიან მაგარი ამას ჩვენებურად თბილისურადავლაბრულად და ჩაგეთვალა ასე ამბობ მაგშავით ბატონი გია ბურჯანაძე ხოთ ამოდისმეტებით გავაცილოთ ბატონი გია ეს ჯილდოები კი თქვენია და ჩაიტანეთ ამაში ძალიან სასიამოვნოა როცა ამ ღირსეულ ადამიანებში შენს გამოგარჩევენ აქ მამაკაცებზე არის საუბარი ბოდიში ქალბატონებს და დიდი მადლობა ყველას ვინც გამომარჩია დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად კიდევ დაჯილდოვდნენ, სულ ყველა მართლა რაღაცა ქვეყნისთვის გააკეთა, ზოგმა ხელოვნებაში, ზოგმა მეცნიერებაში, ზოგმა სპორტში და ასე შემდეგ და ამათაც დანარჩენებსაც მიულოცავ და მომავალში კიდევ ვის გახდება ამ პრიზის ლაურეატი ყველას მიულოცავ. ამით თემურის სახელი მუდამ დარჩება, ჩვენი თემურ ციკლაურის სახელი მუდამ დარჩება და მისი პროფესიონალიზმი და მისი თავდადება თავის სფეროში და ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყველა სფეროში და ეს კარგი არის, თუ ეგეთი დღე რაღაც დაწესდა ეგეთი დღე, როდესაც აი თემურის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ვიკრიბებით საზოგადოება და ერთმანეთს რაღაცა უზიარებთ. კარგი არის.